მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა მომდევნო კვირის პროგნოზი. ეხლა ვნახოთ პირველ რიგში ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ანუ ეხლა რა ენერგიებში ხართ, მერე ვნახოთ მომდევნო კვირის ენერგიები და სამი სფერო, ხო? ჩვენი კარიერა, სამსახური, საქმიანობა, ვის რა გაქვთ, შემდეგ ფინანსები, ურთიერთობა, როგორც ყოველთვის. უკვე ეს ტრადიციული გაშლა გვაქვს ჩვენ ყოველ კვირას. რაღაც ასეთ მითითებებს ვიღებთ, ხო, ორიენტირს. ნუ ნახოთ ვისთვის იქნება გაშლა პირველ რიგში. так, ეს აქ იყოს. так, შემდეგი ეს ჩირო მარჩეტი ავიღე. რაღაც ამოვიდა ძალიან მიყვარს საერთოდ დასტები ჩირო მარჩეტის. ძალიან ლამაზი დასტები აქ აქ იყოს. так, მომდევნო კვირის ენერგია გვაჩვენეთ ჩვენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. так, აქ რაღაცა მე მგონი მიდევს ხარ, ესე ნახა, ამას რა უნდა და აქ. საინტერესოა ისე რომ ну, იყოს აქ დედოფალი არის თასების, კი ბატონო. შეყარებული ქალი ყავს. აი ასე იყოს, რადგან მოხდი. იყავი ასე აქ, ხო, კარგი. так, შემდეგი ესე იგი ჩვენ გვაქვს ჯერ დავალაგებ და მე უკვე დავიწყოთ, კარგით? так, შემდეგი კარიერა, სამსახური, ბიზნესი, სუქს, სწავლა გვაჩვენეთ ჩვენ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა გველოდება. ფინანსები. თავარი ჩვენი სამი თემა, ხო? სამი ლომი. ასე რა ვთქვათ, ანუ კარიერა, ფინანსები და ურთიერთობა. ჩვენ ახლა ფინანსები გვაჩვენეთ. როგორ წამოვიდე, რაღაც საინტერესო მოგიყვებიან, ნახოთ აბა. так, და რა თქმა უნდა, ურთიერთობა, ხო? რა გველოდება აქ? რა გველოდება აქ ამ სფეროში? ой, დაინახეთ ახლა. რას დახტეხართ? რაღაცა დღეს ჩქარობს ტარო, გეუბნებით, რაღაცა უნდა გაიგოთ, მე მგონი სასწრაფოდ. всё. აბა დავიწყოთ ახლა ჩვენ. აბა დავიწყოთ ახლა ჩვენ. ну, გოგოებო, აქ ეგრევე შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცას ყავს აქ ორი ადამიანი სამკუთხედი ეგრევე დაიწერა. შეიძლება ზოგს თქვათ ახლა, იმიტომ რომ ესეც რაღაც წავიკითხე, კი არის მე-6 არკანი არის აქ გვერდხების, მაგრამ რაღაც როგორც მამაკაცი ისე წამოვიდა უცბად ჩემთან. ან გოგოებო, რადგან წამოვიდა ინფორმაცია, შეიძლება ვიღაცას შეიძლება გქონდეთ თქვენ, ну, გაიცნობთ ვიღაცას, რადგან წამოვიდა ეს არკანი უშუალოდ როგორც მამაკაცი, ესე იგი, ну, შეიძლება იყოს რამე ისეთი ვიღაცა შემოვა თქვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ პრინციპში ახლა აქ ნახეთ არის ენერგია. აი როგორც ენერგია წავიკითხოთ, შემიძლია გითხრათ, რომ აქ ყველაფერი როგორც თქვენ გინდა არ არის. რაღაცნაირად შეიძლება რამეზე გული გწყდება. შეიძლება სამსახურის თემაზე, შეიძლება ვერ იღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც თქვენ გინდათ მიიღოთ. რა თქმა უნდა, შემიძლია თქვა, რომ აქ შეიძლება იყოს, ну, გაშლაც ჩვენ საჯარო ვიცით, რომ ეს შეიძლება იყოს. იმიტომ რომ აქ არის შეიძლება გული გტკივა თქვენ პარტნიორზე. აი თქვა ზოგი შეიძლება ну, წაიჩხუბეთ, მოდეთ ასე თქვა, ან გაიგეთ რაღაც არასასიამოვნო ინფორმაცია. ну, რომელიც ახლა ესეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენ ну, არ მოგიტანათ, თქვა, არ გამოვიდა და შენახეთ როგორ ამომდეს, შეიძლება რაღაცა გინდოდა თქვენ, თუნდაც პარტნიორთან, მაგრამ არ გამოვიდა ისე როგორც გინდოდათ, ან გაიგეთ რაღაცა ისეთი, რამაც გული გატკინათ, რომ აი მე ვიცოდი, აი ეგეთი რაღაც არის, აი მე ხომ ვიცოდი, აი ეგეთი მომენტი არის აქ.
პლუს კიდე მოდის როგორი ინფორმაცია შეიძლება даже ვეთყოდე რომ ზოგი შეიძლება გამარჯვება მიიღო მხოლოდ სხვა კუთხიდან პირიქით მე რაც გულის მტკენდა ჩემი პარტნიორთან დაკავშირებით მე მოვიგე ანუ მოვიგე როგორ იცით აი თითქოს ეს როგორ არის იცით დაუშვათ ახლა იყო მომენტები რომელიც თქვა გულის გტკენდა თქვენ და აქ რაღაცა ისეთი მოხდა რომ თქვენ დარჩეთ გამარჯვებული. ნუ ურთიერთობაში ახლა გამარჯვებული და წაგებული არავინ არ არის ხოლმე, მაგრამ უბრალოდ თითქოს აი ეს გულის ტკენა რომელიც თქვა შეიძლება даже დატოვება გინდოდათ პარტნიორის სიტყვაზე, მაგრამ ისე რაღაცნაირად უცბად ისე ბოლო მომენტში შეისმინა თქვენი თქვა თხოვნა ან რაღაც უცბად რაღაცა შეცვალა და სულ სხვანაირი გახდა სიტყვაზე. აი ეგ მომენტიც არის. ნუ ესე იგი მიგითხარით, აქ სამსახურებრივი თემად შეიძლება იყოს ისეთი, რომ ვერ იგებს, ნუ არ არის ჯერ ის გამარჯვება, რომელიც თქვენ გინდა და მაგაზე ნერვიულობთ, შეიძლება თქვათ რაღაცას ვაკეთებ, ენერგიას მომწონს ჩემი საქმე, მაგრამ არის ჯერ რაღაც მომენტები, რომელიც ნუ ბოლომდე არ არის იმ დონეზე, როგორც თქვენ გინდათ. ხო? მე მგონი გაიგეთ. ვისი სიგნიფიკაცია ენერგიები რა შემოდის რა ენერგიები ნუ აქ ნახეთ სირთულეები მიდის თქვენი ცხოვრებიდან აქ რაღაცა ბოლო ეტაპს გაივლით თქვენ და უკვე თქვენ თვითონ უნდა გრძნობდეთ რომ მიდის რაღაცა ცვლილება იმიტომ რომ ნამდვილად თქვენ ახლა ბევრი რამე გაგიკეთებიათ ნამდვილად ეცადეთ კი გული გწყდებოდათ, მაგრამ აი აქ მაჩვენებენ რომ რაც თქვენ გინდოდათ, იმას მიიღებთ, იმიტომ რომ მართლა ბევრი ენერგია ეს ჩადება კიდე დაგჭირდება. აქ დიდი ცვლილება შეიძლება იყოს. ზოგი თქვათ, ახლა თუ მიდიოდეთ თქვენ პირებდით თქვათ საზღვარგარეთ, კი ბატონო, რაღაცა ეტაპზე შეიძლება ხარ, თქვათ, ნუ გინდა წავსვლა საყვარელ ადამიანთან, რაღაცა არ გამოდიოდ ეს სიტყვაზე, ხო? და აქ გვაჩვენებენ რომ კი დასრულდება ეს თქვენი ნერვიულობა და შეიცვლება სიტუაცია ისე იქნება ანუ როგორც თქვენთვის იქნება კარგი რა ანუ დამშვიდდებით ამ სიტუაციით კიდე თუ ვინმე მუშაობს დაუშვით ინტერნეტ სივრცეში აქაც მიდის ცვლილება მაგრამ აი როგორი იცით თითქოს ესეთი შეგრძნება რომ აი კიდე რაღაცა უნდა გააკეთო და ყველაფერი გამოგივა, აი შეიცვლება, ნუ ბევრი სამუშაო გექნებათ, კი შეიძლება დაიღლებით კიდევაც რა. იმიტომ რომ აქ მე არ გამოვრიცხავ რომ რაღაც ნაკადი მოდის თქვენთან სამუშაოს რა და შეიძლება ნუ დაიღლებით, მაგრამ მე დაისვენებ და გაგეხარდებათ. ნუ ვნახოთ ახლა ეს რა სფეროებში უფრო გვეტყვიან. так, შევხედოთ ახლა, აჰა კარიერა. ნუ აი ახ გეუბნები, თითქოს როგორი მომენტი არის, იცით, აი ნამდვილად თუ რაღაცა იყო შეჩერებული, აუცილებლად გაერკვევა ყველაფერი რა. ანუ პრინციპში თქვენ ახლა აქ რო გითხრათ, რომ რაც თქვენ გაწუხებდეთ, აი ხო გითხარით რაღაცებს აკეთებდეთ, მაგრამ შეიძლება, ნუ ელოდებოდეთ შედეგს, მაგრამ არ იყო ისეთი შედეგი, როგორიც თქვენ გინდოდეთ, მაგრამ აი აქ ვაჩვენებენ, რომ ნამდვილად თქვენ კარიერაში იქნება ძალიან მაგარი წინსვლა, რაღაცა ძალიან მაგრად გაერკვა. ანუ შეიძლება აი აქ ვინც ხო გითხარით ინტერნეტ სივრცეში მუშაობთ, თქვენი ანუ მოდით ასე ვთქვათ, ვინც მუშაობს, თქვათ, ბლოგერები, მსახიობები, რა ვიცი, ნუ ვინც მუშაობს ინტერნეტ სივრცეში, მოდით თქვენთვის ინფორმაცია, თქვენთან იქნება ძალიან დიდი წინსვლა. ანუ ეგრევე რა, რაღაცა გაერკვევა. კიდე, ვისთანაც იყო სიტუაცია, რომელიც დიდი ხანი შეიძლება წელდებოდა და ვერა, ხო? ის გაერკვევა, თქვათ, სამსახური, რომელიც თქვენ გინდოდათ, ხო? და ყოველ შემთხვევაში, აქ ნამდვილად თქვენ შეგამჩნევენ, თქვენ გაიმარჯვებთ. თუ დაუშვათ, იყო წინსვლაზე ლაპარაკი და თქვათ, იყო არჩევანი, შეიძლება მაგ ადგილზე იყო, თქვათ, დავა ან კიდე ვიღაცა პრეტენდენტები იყო, აქ აგირჩევენ თქვენ, იმიტომ რომ თქვენზე გადაწყდება. ანუ თუ რამე კონკურსში მონაწილეობთ სიტყვაზე, ხო, რაღაც ესეთი
კი, აქაც შეიძლება კიდე ნახეთ, დავუშვათ ეძებთ თქვენ დიდი ხანია სამსახურს და ვერაფერს ვერ პოულობთ, ყველგან თქვა შეიძლება, ან თქვენ არ გადგებათ და ან შეიძლება უარს გეუბნებიან, აქ რაღაცა გაერკვევა. ყველა ვარიანტში აქ რაღაც გაერკვევა. ეს თქვენი პრობლემა უნდა წავიდეს. კიდე? ნუ კი. აქ ვიღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს უეჭველი, ნუ ახლა ისეთი არკანები არის, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს რაღაცა ეზოტერიკის სწავლა, ნუ შეიძლება ვიღაც წამოვა ჩვენთან კურსზე სასწავლებლად, იმიტომ რომ აი ეს სურვილი, თვითონ სურვილი, რომელიც აქ ადამიანს ხო ნამდვილად, ანუ იცით როგორ არის, მე დიდი ხანია ვეძებდი და მოვძებნე ის იმენ რაც მე მინდა. აქ ნახეთ როგორი ყურუმი არის და პლუს კიდე შმაკის არკანი არის, ეს ყოველთვის არის როგორ იცით ძალიან მინდა. ანუ ეს ამაზე ორ სიტყვას ვიტყვი ახლა, იმიტომ რომ აქ არის როგორი ენერგია, საერთოდ როცა შენ გინდა დაუშვათ, აი ნუ აქ ახლა ყურუმი და ტაროც ხო ხედავთ ულაგია მაგას და როცა აი აქ შეიძლება ადამიანი ეწინააღმდეგებოდა რაღაცას, ხო? აი დაუშვათ წავა, აი თქვათ მინდა, არ მინდა, ვისწავლე, შევძლებ, ვერა და ამ დროს აქ მიდის როგორი მომენტი, იცით, ნიჭის გახსნა, იმიტომ რომ ვარსკვლავი ეს ყოველთვის როცა აი ან დაინახავთ, ნახეთ კიდე დაუშვათ დაინახავთ რაღაცას ინტერნეტში ინფორმაციას, რომელიც თქვათ მოგცემს გადაწყვეტილებას, თქვათ. იმიტომ რომ აი აქ ადამიანი ტარო საერთოდ როგორი თემა არის რა, ანუ მე ტაროზე ვილაპარაკებ და ეზოტერიკაში სადაც უნდა მიხვიდე, იქ მიხვალ, მაგრამ ეს როგორი თემა, იცით, რომ მე ძალიან მინდა რაღაცა, ხო? მე აი აქაც ხო დაუშვათ მინდა, მაგრამ ნუ არის რაღაც მომენტები, მაგრამ აქ გვეუბნებიან, რომ შეიძლება სიტუაცია ნამდვილად შეიძლება და შენ მიიღებ იმას, რაც შენ გინდა. და აი ეს სურვილი მაგ ძალიან დიდი, ძალიან მინდა, მიზიდავს ეს, იმიტომ რომ ესეც ახალი ინფორმაცია რაღაცა მოდის, ბიძგე, ანუ თითქოს მე დამანახეს. ანუ აი მე მასწავლებელი ვარ, ყოფილები არ არსებობს, ხო, მაგალითებით მიყვარს და აი როცა მე ვეძებდი ინფორმაციას, როცა მინდოდა სწავლა და უცბად რომ დამარტყა, თქვა დამანახა ეს ადამიანი და ვთქვი რომ მე მინდა და მე მასთან მივდივარ, ფულიც არ მქონდა არაფერი, მაგრამ ვთქვი რომ მე ამ ადამიანთან მინდა ვისწავლო. აი ზუსტად ეგეთი სიტუაცია არის აქ ვიღაცასთან რა. ეს ჩემი სურვილი ასრულდება აუცილებლად. მე მოვერევე აქ ყველანაირი შეიძლება თავში კონდეს რაღაცა დავა რა, ანუ მინდა არ მინდა მჭირდება, მე ამას მოვერევი და აუცილებლად მე არჩევანს ვაკეთებ და სხვათა შორის აქ დაჟა აქაც ნახეთ, გოგო ზის და ტარო უჭირავს ამასაც. ანუ ფულიც მოიძებნება რა, ანუ მთლიანად გექნება აქ დახმარება, ვიღაცა დაგეხმარება, ანუ ყოველ შემთხვევაში ეს პადდержка გექნებათ ყველანაირად რა. აქ იმიტომ რომ ეს არის ყველაზე სწორი შენი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ შენი ცოდნით სჭირდები ბევრ ადამიანებს სჭირდები, გაიგეთ? აი, ნახეთ როგორ ლამაზი დასტა ხო? აი ეგეთი რამე არის. ნუ ყველა ვარიანტში, ახლა ნუ ამაზე აქცენტი უნდა გამიკეთებია უეჭველი, იმიტომ რომ აქ არის აი ეს ენერგია, როცა დაუშვათ შენ გინდა, აუცილებლად მოგივა, ეს ინსაიტიც მოგივა და აუცილებლად მიიღებ. კიდე ტაროს რო თავი დავანებოთ, არის კიდე სიტუაცია ისეთი, რომ თქვენ რაღაც გადაწყვეტილება გინდოდათ, ნუ აქ არის ისიც ბევრი რამე გააკეთეთ თქვენ პრინციპში, ბევრი იბრძოლით თქვენს ადგილზე მზის ქვეშ რო იტყვიან, ხო, თუ სწორედ გადავთარგმნე რუსულიდან. და ბევრი ბრძოლა გქონდათ. ეს როგორი თემა თქვა, რომ უმტკიცებდეთ იმას, რომ მე ვარ მაგარი, მე შემიძლია. ანუ თქვენ სახელზე მუშაობდეთ დაუშვათ, ხო? აი აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად თქვენი ხარიზმით, თქვენი ცოდნით, თქვენი ანუ ხარიზმა ხო, ხარიზმა ცოდნა და რაღაც ესეთი აი როგორ გითხრათ, სილამაზეც კი იზიდავთ ადამიანებს და აქ გექნებათ სხვათა შორის აი ძალიან დიდი აღიარება.
აღიარება თქვენი თუ პროექტი დაუშვოთ ხო თქვენ ახლა პროექტზე მუშაობთ სიტყვაზე იმიტომ რომ ну თქვათ ხო აქაც აუცილებლად აღიარება იმიტომ რომ თქვენ ხო გეუბნებით ანუ რაღაცით იზიდავთ თქვენ ხალხს იმიტომ რომ თქვენ აქ საჭირო ხართ თქვენ და თქვენი ვარსკვლავი აქ გაიხსნება ვარსკვლავის გახსნებას მე გულისხმობ ხოლმე აი შენი ნიჭი გაიხსნება რა ანუ გზა მოგეცემა ყველა ვარიანტში და აქ იმენა მთლიანად შენ გიწყობენ ამაში ხელს. აი ეს არის ძალიან მაგარი რა. და კარგი, აბა ფინანსებზე რას გვეუბნებოდნენ ჩვენ აქ? Так, ну, ახეთ როგორი საინტერესო. აქ ხა პრინციპში მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ ვიღაცისთვის იქნება მიიღებ თქვენ სხვათა შორის რაღაცა წინადადებას, ახალ წინადადებას, რომელიც იქნება თქვენთვის სასიამოვნო. ეს პირველი რაც მოდის, ну, ანუ ახალ წინადადებას რა სამსახური, აქაც ახალი ხო არის რაღაცა. და ეს მართლა აი მოულოდნელად სხვათა შორის, აქ მოულოდნელი ფული მოდის, დაბრუნება ფულის მოდის სხვათა შორის. აქ ესე იგი როგორ არის იცით, შეიძლება ახალი აი აქ ხო თქვით რომ ეს ახალი პროექტი ან რაღაც ახალი სამსახური ხო აქედანაც თქვენ აუცილებლად მიიღებთ იმ სეთ ანაზღაურობას რომელიც თქვენ გესიამოვნებათ იმიტომ რომ პრინციპში როგორ გითხრათ რა თქვენ ბევრ ამას აკეთებთ ვაფშე აი აქ ადამიანი არ ზის თქვა უსაქმუროდ ხა ხო და ამიტომ შემიძლია გითხრათ რომ აქ даже როგორ არის იცით აი ახალი რაღაცა ფულიც შემოდის. ნუ ყველა ვარიანტში ის ფული რომელიც შემოვა თქვენ ყველაფრისთვის გეყოფა, თქვენ ყველა თქვენს პრობლემასაც გადაგიწყვიტავს და იქნებით ძალიან ძალიან კმაყოფილი. ანუ თუ დაუშვათ, даже ვიღაცა შეიძლება გადაადებს რამე თქვათ ფულს იმისთვის რომ თქვათ რაც თქვენ გსიამოვნებთ, რაც თქვენ გიდათ. ვიღაცა შეიძლება ჩუმად წავა და რაღაცას იყიდის, დიდი ხანია მინდოდა, მაგრამ არა, მინდა ვასიამოვნო ჩემი თავი. ანუ ისე რა ქვია, აქ ისეთ რამ მოდის კიდე, თუ დაუშვოთ თქვენ ახლა ხო მოდის სიყვარულის დღეც, ხო? შეიძლება თქვენ გქონდათ გადადებული ფული და უნდა გეყიდათ საჩუქარი, მაგრამ იცოდეთ რომ ის ვისაც ყიდულობ თქვენ ამ საჩუქარს უკვე რაღაცა იცის დაინახა, გაიგეთ, ან გაიგო ან მოისმინა რა საჩუქარი გინდა რომ უყიდო აი ეგეთი რაღაც მომენტი ან უკვე იცით თქვენ რა საჩუქარს გაჩუქებენ გაიგეთ აი თქვათ ახლა რაღაცა გავიკე შეიძლება თქვენ თვითონ უთხარით აი ეგეთი მომენტი მოდის აქ კარგით ნუ ფული იქნება კი ბატონო კი, ნაკადი იქნება აუცილებლად, ფულის ნაკადი იქნება, ანუ არ ინერვიულობთ. ყველა პრობლემა, რომელიც გაქვთ, თქვენ მაგას და რაზეც თქვენ შეიძლება ნერვიულობდეთ, თქვენ მაგას ყველა ვარიანტში გაუმკლავდებით, იმიტომ რომ იქნება ძალიან კარგი შემოსავალი, კმაყოფილი იქნებით, უეჭველი იქნებით კმაყოფილი ვიღაცა მიიღებს, ხო გითხარით, საჩუქარს თქვენი საყვარელი ადამიანისგან შეიძლება სხვათა შორის, ნუ ვიღაცა აგროვებს ბიჭებო თუ თქვენ უყურებთ ახლა აქ არის აშკარად რომ აგროვებს რაღაცა ფულს იმისთვის რომ თქვათ ეს საჩუქარი გააკეთოს მაგრამ კი სიძლიერე არის აქ ვიღაცა მამაკაცისგან მიიღებს სხვათა შორის так მიიღებს კი არ მიიღებს აქ даже не то что მიიღებს აქ შეიძლება ერთი წამით არა მიიღებს რაღაცა პრობლემები თუ თქვენ მამაკაც გქონდათ რამე პრობლემები ბიჭებო ან თქვენ ხო ფინანსური ისწავა სხვათა შორის და ძალიან გესიამოვნებათ ნუ ყველა ვარიანტში აქ თქვენ კმაყოფილი რჩებით იმით რაც თქვენთან შემოვა ამ კვირაში რაღაც პრობლემები თქვენ გაქვთ იმას ნუ ეს პრობლემები წავა თქვათ ნუ გასაცემი გადასახადები გაქვთ რაღაცები ყველაფერს მშვენივრად გაუმკლავდებით აქ ეს რა ხდება? გოგოებო, აქ სხვათა შორის, ნუ არ მე ხო გითხარით, აი თავიდან ხო გახსოვთ როგორ წამოვიდა ჩემთან ინფორმაცია.
რომ ვიღაცას გაიცნობთ. აი პირველად გეფიცებით მე ასეთი არაფერი მენახია, მეც უკვე ჩემი თავის მიყვირს ზოგჯერ ესეთ რაღაცები მოდის. თავიდან პირველი სიგნიფიკაცია როგორ წამოვიდეთ, იცით? ეს ვაფშე პენტაკლების მომიჩვენა და ანუ ეს კვერთხების ანუ როგორ არის იცით თითქოს ორი პიროვნება, ანუ ეს უეჭველი ვიღაცასთან იქნება ახალი გაცნობა. ახალი გაცნობა იქნება და თქვენ შეიძლება არჩევანის წინაც დადგებით, იმიტომ რომ აქ არის როგორ იცით მოდის კიდე ნახეთ შეიძლება თქვენი პარტნიორი ისე შეიცვლება ანუ ისეთი ის რაღაცნაირი აი უცნაურად მოგეჩვენებათ რომ რაღაც ვერ გავიგე რა რაღაც ან იმიტომ რომ ძველ პარტნიორზე შემიძლია გითხრათ რომ რაღაც ის აი ну ცვლილება იქცეთ იქნება რომელიც უკვე ძალიან გაგიკვირდებათ რა მაგრამ შეიძლება ვიღაცასთან კიდევაც გქონდეს ახალი იქნება გაცნობილი პიროვნება და თქვენ არჩევანის წინ დადგებით თუ დაუშვათ თქვენ უკვე ყავთ პარტნიორი თუ არა ყავთ პარტნიორი ვიღაცა შემოდის თქვენ ცხოვრებაში ახალი და ძალიან სხვათა შორის ეს ადამიანი მოდის აქ არა 1-2 დღისთვის ასე თქვათ რა так, მაჩვენეთ ახლა ეს რას გულისხმობთ. ну, ხო გებდუზი. რაღაცა გოგოებო, ვიცით რა არის? თქვენ აქ ვიღაცამ დაიმსახურა დიდი სიყვარული, იცით? იმიტომ რომ ნახეთ, თუ თქვენ უკვე დაუშვათ, აი იყავეთ იმ პერიოდში, სადაც გქონდათ ნერვიულობა, ანუ ძალიან დიდი განცდები, ძალიან აი რა ვიცი და თქვენ, ეს უკვე წარსულში წავიდა, იმიტომ რომ დამშვიდდეთ. აი აქ даже როგორი მომენტია, იცით? აქ თითქოს ადამიანმა დაასრულა თავისი კარმა. კარმული გაკვეთილები დასრულებულია აქ ადამიანს და ამიტომ ან ახალი შემოდის თქვენ ურთიერთობაში, რომელიც უკვე არის განსხვავებული შემოდის აქ თქვენი რაღაც ურთიერთობა, ანუ დაიმსახურე. თუ კარმა აი ამ ადამიანთან ესე იგი დასრულებულია, გაიგეთ რა ხდება და უკვე გეძლევათ საშუალება რომ კარგ ურთიერთობაში რა იყოთ მასთან რა. იმიტომ რომ კარმული არნიშნავს იმას რომ სუნთლად всё დასრულდა და აღარ იქნება. არიან უამრავ არის რა, ხა ყველა ურთიერთობა კარმულია რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა დავარკვათ, მაგრამ აქ გაიარეს ადამიანებმა რაღაცა ახალ ეტაპზე გადადიხარ. даже შეიძლება თქვენ თვითონაც არ დაიჯეროთ რომ რა ხდება, ისეთი ცვლილებები წავა, ადამიანი შეიცვლება. გაიგეთ, შეიცვლება თვითონ და აი გაგიკვირდებათ რა თქვენ თვითონ მაგას დაიმსახურეთ. იმიტომ რომ ეს დასრულდა ეს კარმული რაღაც მომენტები რა, ასე დავარკვათ ჩვენ, თქვათ, რომ არ დავიწყო ახლა 2 საათი ახსნა, რომ თქვათ ეს ტანჯვა და გლიჯვა და ასე შემდეგ. ეს всё, სული დამშვიდდა. მაგრამ ვიღაცისთვის არის ახალი პარტნიორი, ვისაც თქვათ ახლა, დაუშვათ თქვენ დაასრულეთ, ნახეთ ვისთვის თქვენ დაასრულეთ ეს უკვე ყველაფერი, თქვენ უკვე დამშვიდებული ხართ. იმიტომ რომ შენ თუ დღეს გუშინ დაასრულე და თქვი რომ ისე ჩვენ შორდებით და დაბლოკი ყველგან და ხვალ გარბი ხარ და უკვე ახალ პარტნიორს თქვათ გაიცანი და უცბად ეხლა იწყებ, ეგ არ არის აქ დასრულებული, იმიტომ რომ აქ არის დრო სჭირდებათ, ან როცა ეგეთი მტკივნეული ურთიერთობა, დრო გჭირდება რომ მოიშუშო შენი ნაიარები. და მე უკვე შეხვიდე ასეთ ურთიერთობებში რა. ხო და აი ვინც უკვე დაუშვათ ეს ყველაფერი მოიშუშა, აი თქვენ გეძლევათ ახალი ურთიერთობა. გაიგეთ კიდე? კი. აი აქ სტაბილურობა. აქ მოდის სტაბილურობა. კი, თქვენი ნერვიულობა ყველანაირად всё, აი აქ ლაგდება სიტუაცია, გაიგეთ? აქ სიტუაცია ლაგდება. აქეთ რა კიდე დამთავრდა? აი აქ, თუ თქვენი მამაკაცი იქცეოდა რაღაც ისე აი პატარა ბავშვებით და ეს გულს გტკენდათ, აი ესეც დამთავრდება. იმიტომ არის რაღაცა თითქოს აი იცით რომ აქ მოდის აი ვერ გავიგე რაღაცნაირი სხვანაირი გახდაო რა, აი ეგეთი მომენტი მომდის.
მაგრამ ახალი რომ მოვა, მაინც თქვენ ჯერ იფიქრებთ სხვათა შორის, იფიქრებთ ახალზე. სხვათა შორის, მე რა კარგია, ნახეთ, აქ ვიღაც, всё, ნახეთ, ვისაც გქონდათ კარმული ურთიერთობა, ხო? ანუ კარმულში მოდით ასე რომ ვთქვათ, ახლა უბრალო ენით აგესნათ. მტკივნეული სიტუაციები თქვათ, რაც ვიცით ჩვენ უკვე, ხო, რომ გიხსნით მე სულ თქვენ რაც ნიშნავს ეს კარმული ურთიერთობა, ხო? აი აქ ნახეთ, ეს სრულდება და თქვენ გადადიხართ სხვა ეტაპზე, უფრო სულიერ ეტაპზე. აქ ეს მიჯაჭვულება უაზრო თქვათ, ეს უაზრო საქციელები, ასე თქვათ, ყველაფერი სრულდება, всё. და გადადიხართ ახალ ეტაპზე. ახალ ეტაპზე გადადიხართ. ძალიან კარგი ისე, კარგი, კი ბატონო. კი. აქ ძალიან ბევრი გამარჯვებული ხართ, კი. კი ბატონო. აქ დასრულდა რაღაცა თქვენ შორის, აი ეს გაუგებრობები და რაღაცები რა. მოერიეთ ამ ყველაფერს. ყველაფერი გოგო, აქ ძალიან მაგრად, ანუ ყველაფერი რასაც გაკვეთილებს გიგზავნიდათ ეს თქვენი პარტნიორი, ხო, გიგზავნის, შენ მოერიე ყველაფერზე გაიმარჯვე. აი აქ შეიძლება იმიტომაც აჩვენეს, რომ დაჟე ერთგვარი, ანუ ის მომენტი, რომ გავიმარჯვე მე ჩემს კაცს, მოვუგე, ანუ ესე იგი, ეს ცოტა არ არის სწორი ნათქვამი, მივხვდეთ თქვენ რასაც გულისხმობ რა. მოვერიე, ჩემი სულ ყველა აი აქ ტირილი გულისტკენა, ნერვიულობა, ყველაფერი დასრულდა. აი აქ უკვე თქვენ უნდა ეს ამას გრძნობდეთ, აი აქ ურთიერთობას რაც ეხება და ამიტომ არის რომ სიტუაცია იცვლება, რაღაცა სრულდება და იცვლება სიტუაცია, ბედი თქვენსკენ არის, იმიტომ რომ თქვენ ეს დაიმსახურეთ, რაღაცა პერიოდი მთავრდება აქ, გაიგეთ, პერიოდი, როგორც გითხარით, აი ტუზიც არის, როგორც ფორტუნა, ერთი და იგივე ენერგია არის რა. ნიადე არკანის და იმიტომ შემოდის ახალი. რა ახალი? სიახლე მე გითხარით, უკვე აღარ გავიმეორებ, უკვე მივხვდეთ თქვენ რომ ეს ეხება ან ახალ ურთიერთობას, ან ეხება იმას, რომ თქვენს ურთიერთობაში რაღაცა მიდის ცვლილება. всё, ჩემოსაყვარება, ეს მაგაზე დავამთავრებ, გისურვებთ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს. გელოდებით კომენტარებში.